გაფართოებული საეკლესიო კრება, სადაც ახალ კათოლიკოს პატრიარქს გამოარჩევენ, მომდევნო კვირაში ჩატარდება. ეს განცხადება სულ ცოტა ხნის წინ მეუფე შიომ გააკეთა, თუმცა ამ დრომდე სასულიერო პირების ნაწილი მსჯელობს დადგება თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ სინოდის ბოლო სხდომის ლეგიტიმაცია და ეს კითხვა სულ უფრო აქტუალური ხდება. პატრიარქობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა მედიასთან დაადასტურა, რომ მისი დიპლომი მოპარულია. მან ეკლესიაში ჩარევაზეც ისაუბრა. ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა კითხვა, რომ გაფართოებული საეკლესიო კრებისთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. საპატრიარქოში არსებულ ეგრეთ წოდებულ უკანონო დაჯგუფებებთან დაკავშირებით საუბრობს მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული და ამბობს, რომ პროცესებს ეს დაჯგუფება მართავს. სასულიერო პირების ნაწილი სინოდის ახალი სხდომის მოწვევასაც მოითხოვს. დეა ბაძაღუა განაგრძობს ამ თემაზე საუბარს, ის გვერდება პირდაპირ ეთერში. დეა, რა ხდება, რა განცხადებებს აკეთებენ სასულიერო პირები, როგორც ირკვევა ამ გაფართოებული კრების მოწვევამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. დიახ, პატრიარქობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა დღეს მედიასთან დაადასტურა, რომ მისი როგორც საერო, ასევე სასულიერო დიპლომი მოპარულია. თუმცა არ უსაუბრია დამატებით დეტალებთან დაკავშირებით, თუ ვის ან რას შეიძლება უკავშირებდეს ამას. გეტყვით, რომ ეს საკითხი 2 დღის წინ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგი ჯამდელიანის განცხადების შემდეგ გახდა ცნობილი. ის დიპლომის დაკარგვას მეუფე იობის საპატრიარქო კანდიდატობას უკავშირებდა. თუმცა გუშინ სასულიერო სემინარიამ მეუფე იობს წარდგენილი დოკუმენტაცია და მოწმეების მონათხრობის საფუძველზე კვალიფიკაცია დაუდასტურა, შესაბამისად მას დიპლომს აღუდგენენ. მეუფე იობმა დღეს მედიასთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მართვა-გამგეობის დებულება არის შესაძლებელი და ის მხარს უჭერდა, რომ მეუფე ისაიასა და მეუფე დანიელისთვის მიეცათ უფლება დაეყენებინათ საკუთარი კანდიდატები. მან ასევე საგარეო ჩარევაზე კითხვაზე პასუხისას თქვა, რომ ეკლესიაში ადგილი აქვს ჩარევასაც და ზეწოლასაც. დღეს ამბიონიდან ქადაგებისას საპატრიარქო არჩევნებზე ისაუბრა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმაც. მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ ჩარევას არ და ვერ ექნება ადგილი და ამას ვერავინ გაბედავს, მათ შორის ვერც თავად სინოდის წევრები. მისი თქმით, ახლა აქტიურად მიმდინარეობს მზადება გაფართოებული საეკლესიო კრებისთვის და თარიღის საკითხსაც მალე გადაწყვეტენ, თუმცა უკვე დღეს ქაშვეთის ეკლესიაში წირვა აღავლინა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. მედიასთან არ გაუკეთებია არანაირი კომენტარი, თუმცა ქადაგებისას აღნიშნა, რომ გაფართოებული საეკლესიო კრება, სადაც ახალი კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევა უნდა მოხდეს, მომდევნო კვირაში გაიმართება. მოპარულია დიპლომი და ახლა დღესდღეობით აღდგენილი არის. თუმცა ნამდვილად მოპარული არის შეგვიძლია. ამიტომ მე ჩემი თვალით ნახე საერო დიპლომის დაკარგულია და სასულიერო. ბოლოს როდის ნახეთ, როდის მოისაკლის ესე რომ როცა დამირეკეს საპატრიარქოდან მეუფე თეოდორე მითხრა, რომ აუცილებლად წარმოადგინეთ თქვენი დიპლომი სასულიერო დამთავრების დიპლომი და როცა მე წავედი, სადაც იყო და სადაც ვიცოდი, რომ იქ იყო, იქ აღარ იყო. მე ვფიქრობ, რომ ეს წესდება შესაძლებელი არის და ალბათ უნდა შევცვალოთ მომავალში. იმიტომ რომ შეწოდები არ უნდა იყოს არც სასულიერო დიპლომთან დაკავშირებით, არც წლოვანებასთან დაკავშირებით. მე მინდოდა, რომ მიეღო მონაწილეობა მეუფე დანიელსა და მეუფე ისაიას. საგარეო ჩარევებზე რას ფიქრობთ საქართველოს ეკლესიაში? ნუ ფაქტიურად ეს ყველა ვიცით, რომ არის. და ხდება გაგაცემით, გაუგეცარებიათ ჩარება. ხდება, ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება. შიგნით სიმშვიდეა, არავინ არ ერევა და არც გავაბედინებთ ვინმეს რა ჩარევა რომ უნდადეს. შიგნითაც რომ უნდადეს, ჩვენს წევს რომ უნდადეს ჩარევა, ის ვერ გაგვიბედავს, არათუ გარედან ვინმე გაგვიბედოს, მაგის კარგად იცოდეთ. ჩვენი არჩევნები არ გავს. ერში როგორც არის არჩევნები, სხვანაირად არის და ვისაც ავირჩევთ, ხო, ვალდებულები ვართ ვაღიაროთ და ისე არ არის რა, რაც ახვიდეთ და უცხოელებს უთხრა, რომ აბა ლეგიტიმაცია შენ მომეცე. ჩვენსაც ჩვენ გადავწყვიტავთ რა. უცხოელები თავისას მიხედავენ. არც არავის საქმეში არ ვერევით და არც არავის არ ჩავრეთ, არ ინერვიულით. ხმაურიანი განცხადებები გააკეთა გუშინ დმანისისა და აგარაკტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა. მისი თქმით, საპატრიარქოში არსებობს ეგრეთ წოდებული უკანონო ჯგუფი, რომელიც წლების განმავლობაში მართავდა პროცესებს და სინოდის წევრებს უკვე მიღებული გადაწყვეტილებებისა და ფაქტის წინაშე აყენებდა. მისი თქმით, ახლა არჩევნებსაც სწორედ ეს ჯგუფი ატარებს. მთავარ ფიგურად მან მოსაყდრე შიო და მასთან დაკავშირებული რამდენიმე სინოდის წევრი დაასახელა. გარდა ამისა, მეუფე ზენონმა ისაუბრა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ
არსებობს კითხვის ნიშნები თავად სინოდის წევრებს შორის, რომელთაც მოსაყდრემ უნდა გასცეს პასუხი და მანამდე გაფართოებული საეკლესიო კრება ვერ ჩატარდება. დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა თქვა, რომ სინოდის ბოლოს ხტომაზე მათ არ ჰქონდათ კითხვების დასმის საშუალება, შესაბამისად, მრავალი მათგანი დარჩა პასუხგაუცემელი და ამაზე სასაუბროდ ის მიმართავს მღვდელმთავრებს, რომ მოიწვიონ სინოდის ახალი ხტომა. ამ თემაზე ჩვენ კითხვებით მივმართეთ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც, თუმცა მათგან პასუხები არ მიგვიღია. ჩვენ ვესაუბრეთ არჩილ გამზარდიას, რომელიც აქტიურად საუბრობს საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე. მან გითხრა, რომ საპატრიარქოში არსებულ არაფორმალურ ჯგუფზე ის უკვე რამდენიმე წელია საუბრობს, რის გამოც თავადაც გამხდარა ზეწოლის ობიექტი. 2017-ში გამორჩევის შემდეგ ორი ძირითადი ჯგუფი შექმნა მოსაყდრემ. ეს იყო სინოდალური კომისია, რომელმაც პრაქტიკულად სინოდი ჩანაცვლა და ასევე ზნეობრივი კომისია, რომელმაც რაღაცნაირად საეკლესიო სასამართლოს ფუნქციები შეითავსა და ძირითადად სადამსჯელო ფუნქციები შეიძინა იმ სასულიერო პირების წინააღმდეგ, ვინც რაიმე საეკლესიო პროცესის მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილები. ამას გამოხატავდნენ. ამიტომ ალბათ ამას უნდა ვარაუდობდეს მეუფე ზენონი მსჯელობისას და ახლა როგორც ჩანს ეს უფრო გაძლიერებულია ეს ყველაფერი იმ მიზნით, რომ მიტროპოლიტი შიო მოსაყდრე მოახერხოს, უზრუნველყოს მღვდელმთავრების ნაწილის, საკმარისი ნაწილის მხარდაჭერა, საარჩევნო ხმა, სხვადასხვა პერსონალური შეტევით თუ რაღაცა ვთქვათ გარიგებით და ამითი მან ჩაიბაროს პატრიარქის ფუნქცია. დადგება თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ სინოდის ბოლოს ხტომის ლეგიტიმაცია, ეს ახლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვაა და ამ თემას მეტი სიცხადე თავად მაღალმა სასულიერო იერარქებმა და საპატრიარქომ უნდა შემატონ.